ერთი წუთი და დარჩენილი მთელი ცხოვრება მინდა დაუთმო ადამიანს, რომელმაც შეცვალა ჩემი ცნობიერება. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი გზამკვლევი იქნებოდა ისეთი პატარა არსება, როგორც არის ლილე, ჩემი შვილი, დაბადებული დაუნის სინდრომით. მისი გენიალურობა იმაშია, რომ ის ყოველთვის შეინარჩუნებს იმას, რასაც კარგავენ სხვები. იმიტომ რომ ბუნებრივად კეთილია და ცხოვრება ვერასდროს ასწავლის იმას, რაც არ იქნება მისთვის ბუნებრივი. შიში, რა თქმა უნდა, თავიდან იყო შიში გამოწვეული უცოდინრობით და იყო სრული სიბნელე, მაგრამ იმდენად დიდი იყო მისგან წამოსული სიყვარული, სითქო რომ ბევრი ფიქრი იმაზე თუ როგორი იქნებოდა ჩვენი შემდეგი ცხოვრება ნამდვილად არ დაგჭირვებია და მერწმუნეთ, რომ არც ერთი წამის ახარჯვა არ ღირს სიბნელეში. მე არ ვიცი, რაც გვთავაზობს ქვეყანა, საზოგადოება იმისთვის, რომ ჩვენი შვილების ცხოვრება იყოს უკეთესი, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, რომ ბედნიერ ცხოვრებას სხვა ვერ შემოგთავაზებს, ეს თვითონ და მოიპოვა საკუთარ თავში. ლილესთან ერთად უკეთ ვაცნობიერებ ჩემს პასუხისგებლობას ჩემი საკუთარი შვილების წინაშე და ყოველთვის დავიცავ მათ უფლებებს. თავარია ჩვენ საზოგადოება ვიყოთ მზად, ჩვენ მოგვინდეს გავხდეთ უკეთესები, ჩვენ შევძლოთ დავინახოთ, ისინი კი ყოველთვის მზად არიან ამისთვის. ლილი არის წყალობა ჩემი ოჯახისთვის, სადაც ყოველთვის თბილა, რადგან ჩვენ გვყავს საკუთარი მზე. ლილი არ არის ჩვეულებრივი, იგი არაჩვეულებრივია.